წლებია უკვე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით აქტიურად ვასწავლით მე-11 კლასის სახელმძღვანელო მოქალაქეობის მთლიანად ეკონომიკაზე არის აგებული. გარდა ამისა, მე და საზოგადოებაში გვაქვს მთელი თავი მიძღვნილი ეკონომიკასთან დაკავშირებით და ეს იყო ფაქტიურად ერთგვარი ტესტი იმის თუ რამდენად ერკვევიან ჩვენი მოსწავლეები იმ ძირითად მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც ეკონომიკა. გარდა ამისა, ჩვენ ხშირად გვაქვს ისეთი პროექტები, რომლებიც პირდაპირ კავშირით ეკონომიკას, მეწარმოების განვითარებას და საქართველოში ეკონომიკური ინდექსების გამოთვლას და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება. Ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ გამორჩევით სხვა ფორუმებისა და მოდელირებული სამიტებისა, რომელსაც თავისთავად ცხადი აქვს კონკურსის მდგომარეობაც, იმიტომ რომ ყველა მოდელირებულ სამიტს და სიმულაციურ ეს იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპარლამენტის თუ სხვა სიმულაციური თამაშების მოდელირებულ ორგანიზაციულ ფორმებს აქვს კონკურსის ფორმა. მას ყავს საუკეთესო მომხსენებელი, საუკეთესო კითხვების დასმა, რაც შეეხება ჩვენ შემთხვევაში დავამატეთ ნომინაცია, პირადა სასკოლო კლუბების ასოციაციამ დააწესა ესეთი პრიზი, ეკონომიკის გენიოსი 2025. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველ წელს გავაკეთებთ აი ამ ასეთ სამიტებს და შედეგებმა ზუსტად ამაზე მიგვითითა, რომ აუცილებელია ასეთი ფორუმების ორგანიზება.